ზესტაფონის მეოთხე საჯარო სკოლაში რეგიონალური სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მინი ფეხბურთში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ტურნირი იმერეთის სასკოლო ოლიმპიადისა და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ერთობლივი პროგრამის შემადგენელია და ის ვაჟთა და გოგონათა შორის ტარდება. გახსნის ცერემონიაზე ტურნირის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს ზესტაფონის თვითმმართველობის პირველმა ხელმძღვანელმა პირებმა, რეგიონის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ქვეყანაში 10 წელია ტარდება. შეჯიბრებები სპორტის 7 სახეობაში იმართება. დასკვნითი შეხვედრები წელს ივნისში ბათუმში ჩატარდება. წელს არის მე-10 საიუბილეო წელი, რაც რეგიონული თამაშები ტარდება სასკოლო სპორტული ოლიმპიადის. იმერეთის ერთ-ერთი როგორც ყველაზე წარმატებული რეგიონი აქტიურად არის ამ პროექტში ჩართული. ერთი კვირის წინ გაიხსნა რეგიონული თამაშები კალათბურთითა და მაგიდის შოთბურთით და დღეს ზესტაფონი თამაშობს მასპინძლობს მინ ფეხბურთს ხვალაც, რა თქმა უნდა, ხვალ გოგონები იასპარეზებენ. წარმოდგენილი არის 12-ვე მუნიციპალიტეტი. დიდი მადლობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტს არაჩვეულებრივი ხსნისათვის აი ამ დღევანდელი ჩვენი ტურნირის წარმატებები მინდა უსურვო ჩვენს ახალგაზრდებს, რამდენადაც აქ გამარჯვებული გუნდები წარმოადგენენ იმერეთს დასავლეთ საქართველოს ზონალურ თამაშებზე, ხოლო ზონალური თამაშების გამარჯვებულები რესპუბლიკურ თამაშებში ღებულობენ მონაწილეობას, რომელიც არის ფაქტიურად გზა ბავშვთა მსოფლიო ჩემპიონატისაკენ. მე მინდა რაც შეიძლება ბევრი გუნდი ვიხილო როგორც რესპუბლიკურ ფინალურ თამაშებზე, ასევე მსოფლიო ჩემპიონატზე იმერეთის სახელით, რომლებმაც თავიანთი სკოლა, თავიანთი რეგიონი, თავიანთი მუნიციპალიტეტი და ბოლოს თავიანთი ქვეყანა უნდა ასახელონ. დღევანდელი შეხვედრაში მონაწილეობს 12 გუნდი. მე აღვნიშნე, რომ იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტი არის აქ წარმოდგენილი. ეს არის მინი ფეხბურთის წესებით თამაშობენ ისინი, არის 10 წუთიანი ტაიმები, მთლიანად ისინი 20 წუთის განმავლობაში იმყოფებიან მოედანზე და მე მინდა აღვნიშნო, რომ ყოველწლიურად იხვეწება დონე ჩვენს ტურნირში მონაწილეების, რაც არის ძალიან დიდი წინსვლა და არის მაჩვენებელი იმისა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი არის უკვე ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენი ახალგაზრდების და რომ ეს პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ყველაზე მასობრივი პროექტი ზოგადად ქართულ სპორტში და სასკოლო სპორტში. მოვადგეთ კვალიფიციის ნომერ 6 საჯარო სკოლას და მომზადებულები ძალიან კარგად ვართ. მთელი რა როცა გავიგეთ, რომ ტურნირი იქნებოდა, დავიწყეთ მომზადება და შევუდექით ერთიანი ძალებით. ჩვენ ძალიან მომზადებულები ვართ და აუცილებლად მოვიგებთ და გავიმარჯვებთ ამ ტურნირსაც, როგორც სკოლების ტურნირი მოვიგეთ თავიდან და ფინალში გავედით და ვიწვალეთ ამის აქამდე რომ ვიყავით ძალიან ბევრი და ბოლომდე მივუდგებით საქმეს. ერთი სკოლის ბავშვები ვართ, ყველა ერთ გუნდში ვთამაშობ და ძალიან კარგად ვართ მომზადებულები. ჩვენ 38 საჯარო სკოლის გუნდი ვართ, გავხდით ჩემპიონები ქუთაისში და ახლა ჩვენი მიზანია რომ გავიდეთ მსოფლიო ტურნირს. ახლა მონაწილეობთ იმერეთის ლიგაზე, საკმაოდ მომზადებულები ვართ, მზად ვართ საკმარისი პაიქრობა გავუწევთ ნებისმიერ გუნდს და მოვიგოთ ეს ჩემპიონატი. დიდი მზადება გავიარეთ ამ ტურნირისთვის. ვცდილობ ვესწრებით მაქსიმალურად რომ მოვიგოთ და წინ უფრო დიდი ჩემპიონატები გველოდება. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოში მოქმედი ყველაზე მასშტაბური პროგრამაა, რომელშიც ყოველწლიურად 100,000-ზე მეტი მოსწავლე ერთვება. მისი ისტორია 2015 წლიდან იწყება. სწორედ ამ წელს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პირველი თამაშები გაიმართა, რომლის დასკვნით ეტაპს ანაკლიის მომავლის ბანაკმა უმასპინძლა. ამ დროიდან ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება ქვეყნის ყველა რეგიონში და მუნიციპალურ, რეგიონულ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს თამაშებისა და დასკვნითი შეხვედრების ეტაპებს მოიცავს. ორწლიანი ციკლის გამარჯვებული სკოლები სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატების საგზურებს მოიპოვებენ.